საარჩევნო მარათონი არჩევნები 2016 ბრუნდება პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ საარჩევნო ბლოკი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა, რომელშიც ასევე შემავალი პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრი თამარ ზურაშვილი მოგესალმებით. მოგესალმებით თამარ. მოგესალმებით. თქვენ წარმოადგენთ ნინო ბურჯანაძეს ბლოკს და მე მინდა პირველი კითხვა რომელსაც დაგესვათ ყველაზე ისეთი მკვეთრი გზავნილი, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ისმის, ეს არის უბლოკო სტატუსი. იქნებ გაგვიმართოთ რა ნიშნავს უბლოკო სტატუსი და როგორ წარმოგიდგენიათ უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის? ანუ მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიახ, ჩვენ 2 თვის წინ დავაყენეთ ინიციატივა საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ. ხელმოწერების შეგროვებას დავიწყეთ. ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივით თავდაპირველად საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რათა მას მოეცა ჩვენთვის ხელმოწერების შესაგროვებლად სპეციალური ნიმუშები, თუმცა პარლამენტში შეგნებულად ჭიანურდება ეს პროცესი, ზედიზედ რამოდენიმე სხდომა არ შედგა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად არ დავნებდებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება დამოუკიდებლად და ასეთი სახით მოვაგროვებთ 200.000 და გაცილებით ბევრ ხელმოწერას. რომელსაც შემდგომ დიახ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გავხდებით საპარლამენტო პარტია, შემდეგ უკვე მივცემთ ამას მცდელობას. რაც შეეხება იდეას უბლოკო სტატუსისას მდგომარეობს შემდეგში. უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ბლოკსა თუ სამხედრო ალიანსში. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა და გეოპოლიტიკურად იქ მდებარე ქვეყანა, სადაც საქართველო მდებარეობს, შეუძლებელია რაიმე დამცავი მექანიზმი, რომ არ ქონდეს. არსებობს ასეთი მოსაზრება. კი, ჩვენ ვართ ძალიან ცუდ სიტუაციაში და ვგულისხმობ, ესე იგი, აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს და გაცილებით გართულდა ჩვენი მდგომარეობა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ფაქტიურად შეუძლებელი გახდა ჩვენი გაწევრიანება ნატოში. ეს არ არის ამას არ ვამბობთ მხოლოდ ჩვენ, თუმცა აკავშირად მაშინ უნდა შეგახსენოთ იგივე თუნდაც გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელობის, მათ შორის იენს სტოლტენბერგის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუხარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. გახდება, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან როდის გავხდებით. ამას ვისმენთ გუშინაც, ამას ვისმენთ 1 წლისინ, 2 წლისინ, კიდე ბევრი წლისინ და ამას მოვისმენთ დარწმუნებული ვარ რამოდენიმე წლის შემდეგაც. შეუძლებელია, რომ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობას დღეს საქართველოში არის, აფხაზეთის და ოსეთის ასეთი მდგომარეობით ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი. შესაბამისად, უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაგაკეთეს შემდეგი სახის ჩანაწერი, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკსა თუ ალიანსში გაწევრიანებაზე. ჩატარებულია საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის მაშინ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობამ აირჩია ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება. ეს ასე იყო. იცით რა, გეოპოლიტიკა, გეოსტრატეგია იცვლება ყოველდღიურად, ხო? და შეუძლებელია, რომ რასაც რა პოზიციას ქვეყანას ჰქონდა რამოდენიმე წლის წინ, იგივე პოზიცია ჰქონდეს რამოდენიმე წლის შემდეგ. შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკაში ვითარება შეიცვალა, ხო? შესაბამისად ჩვენ თან უნდა აუწყოთ ამ ცვლილებებს ფეხი. არ შეიძლება, რომ რასაც ვიძახით 25 წლის წინ, იგივე გავიმეორებთ 25 წლის შემდეგ. დღევანდელი გადასახედიდან ჩვენი უკეთესი მომავლისათვის, ჩვენი უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის ნატოში გაწევრიანება ჯერ ერთი რომ არის შეუძლებელი და მეორე არის ჩვენთვის საფრთხის შემცველი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში იმ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ქვეყანაში დგას 2 რუსული ბაზა, განთავსდეს ნატოს ჯარები, ეს ხომ ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ საქართველო ორად უნდა გაიყოს. პარტიის ლიდერმა გუშინ წინ განაცხადა ამის შესახებ და ხო, ეს პირდაპირ ნიშნავს, დიახ, დავით უსუფაშვილის განცხადება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ იგი არის მომხრე იმისა, რომ საქართველო გაიყოს ამერიკასა და რუსეთს შორის, საქართველო გაიყოს ორად. ეს ნიშნავს იმას, რომ დავით უსუფაშვილს სურს დაიკარგოს ძალიან მარტივად შეეგუება ალბათ რესპუბლიკური პარტია აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვას. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს გული შეტკიოდეს საქართველოზე, უნდადეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სტატუსი არის გარანტია იმას, რომ ამ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს
რა თქმა უნდა, უბლოკო სტატუსი არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსებთან. დიალოგის სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც აფხაზები და ოსები, ისევე რუსეთი, რომელსაც ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია ამ საკითხის დარეგულირებაში, უნდა დავაინტერესოთ, უნდა ავუხსნათ მათ, უნდა დავაჯეროთ, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ მათ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცდილობს ის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც გვაქვს, ხო, ეგრეთ წოდებული აბაშიძე კარასინის ფორმატი. მე გულისხმობ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგი. რაში გამოიხატება ხელისუფლების მცდელობა? ძალიან ბევრი თუნდაც პროგრამა არსებობს მათთვის, ისინი ჩამოვიდნენ. არა, გაცილებით ეფექტური უნდა იყოს პირდაპირ. აი როგორია ეს თქვენი ეფექტური პირდაპირ უნდა ჩავიდეთ აფხაზეთსა და ოსეთში და უნდა გადავიწყოთ პირდაპირ მოლაპარაკება ჩვენს დონეზე რა გიშლით და რა უშლით პარტიებს დაუშვათ ხელს ის პარტიები რომლებიც მოგვიწოდებენ დაუშვათ მეტი ურთიერთობისკენ პარტიულ დონეზე როდესაც მეორე მხარეს ელაპარაკები ქვეყნის სახელით ჩვენ ამისათვის უნდა გქონდეს მანდატი. კი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საკმაოდ ხშირად აკეთებს ვიზიტებს რუსეთის მაღალი ხელისუფლების პირებთან და საკმაოდ ისეთი მკაფიო გზავნილებს ხო და გზავნილებზე საუბრობთ მაშინ იქიდან რა გზავნილები არის თუ არა გზავნილები თუ თქვენ ალბათ დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ეს გამოსვლები, როდესაც ის ანალიზს აკეთებს ხოლმე რუსეთში შეხვედრებისას და ქალბატონმა ნინომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთიდან ჩამოაქვს ასეთი მესიჯები. რუსეთის ხელისუფლებამ, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ მზადყოფნას, რომ საქართველოსთან ისაუბრონ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ოსეთზე. უბრალოდ რატომღაც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენ ხელისუფლებას არ გააჩნია ან კომპეტენცია, ან გამბედაობა, ან ზაობა. აფხაზებსა და ოსებს უნდა ვესაუბროთ ჩვენ და ეს ჩვენი და აფხაზების და ოსების საქმე ასეთი აღიარებულები არიან როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები რუსეთის მიერ. სწორედ რუსეთი ამბობს, რომ არ არსებობს თემა, რომელიც არ შეიძლება გადაიხედოს რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ფარგლებში. ასე რომ ის ფაქტი, რომ რუსეთს აღიარებული აქვს ამ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია გადავხედოთ ეს საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში. რუსული მხარე ამის მზადყოფნას რუსული მხარე აცხადებს. ეხლა ჩვენი მხრიდან არის საჭირო ცოტა მეტი გამბედაობა, მობილიზება, ორგანიზება. ფორმატი, თუმცა ამ საკითხებს იქ არ განიხილავენ, იქ მარტო არის ჟენევის ფორმატიც, სადაც პოლიტიკური ფორმატია. უფრო მეტია, პირდაპირ უნდა დადგეს დღის წესრიგში აფხაზეთის და ოსეთის საკითხი. პირდაპირ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს ამ საკითხებზე. უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თქვენთვის ევროპიდან არ არის გზა ტერიტორიული მთლიანობის გასაერთიანებლად, როგორც თქვა, იცით რა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხო, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ მთელი წლების განმავლობაში ვერ დავინახეთ ვერანაირი ეფექტური შემოთავაზება, რომ ევროპას რაიმე შემოეთავაზებინოს ჩვენთვის და რაღაცა ამით დარეგულირებული იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. როცა ტერიტორიების ამხელა ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს, უნდა ელაპარაკო რუსეთს. რაც შეეხება ევროკავშირს, ნატოსთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია გასაგებია. ჩვენ ახლა ველოდებით უკვე მთელი ქვეყანა თითქმის 1 წელია ვიზა ლიბერალიზაციაზე. ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? იცით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე უბლოკო სტატუსზე, ჩვენი ოპონენტები აკეთებენ ძალიან არასწორ ინტერპრეტაციას და ჩვენ ბრალს გვდებენ იმაში, თითქოს ჩვენ ვაცხადებთ სულ იზოლაციას და ვემიჯნებით ან ნატოს, ან ევროკავშირს. უბლოკო სტატუსის შემოღების და დამტკიცების შემთხვევაშიც კი ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვწყვეტ კავშირს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან. ჩვენ არ ვხდებით ნატოს წევრი, არ ვაპირებთ გავხდეთ ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ნატოსთან და ასევე განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობას, პარტნიორულ თანამშრომლობას ევროკავშირთან. ანუ უბლოკო სტატუსი ხელს არ უშლის ამ ორ ორგანიზაციასთან ურთიერთობას. არანაირად. უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ფიქრობ გასაგებია თქვენი პროგრამის წინასაარჩევნო გეგმის სხვა ნაწილებზე რას გვეტყვით ჩვენთვის ჩვენ როგორც ვიცით ჯერჯერობით დიდი წინასაარჩევნო გეგმა ბურჯანაძის გუნდს არ წარმოუდგენია, თუმცა ამ დღეებში წარმოადგენს. თუ შეიძლება აი ძირითადი შტრიხები ამ გეგმის იგივე ეკონომიკურ ასპექტში და საგარეო პოლიტიკის გარდა სხვა რა კუთხით გაქვთ ნამუშევარი და რა შეგიძლიათ გითხრათ? ესე იგი, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას აქვს საკმაოდ ესე იგი დახვეწილი პროგრამა, რომელშიც საუბარია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა საკითხზე.
პირველი, რაზეც ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებდი, ეს არის რუსული ბაზრის გახსნა. რუსული ბაზრის გახსნა ნიშნავს მილიონობით ლარის ნაწილობრივ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რუსული ბაზრის სტაბილურად გახსნა ნიშნავს მილიონობით ლარის შემოსავალს ქართველებისათვის, მილიონი ლარების შემოსავალს ქართველი გლეხისათვის. ასევე საუბარი ჩვენ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო პროგრამაში არის ეკონომიკის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობა. ჩვენ დავინახეთ, რომ წინა ხელისუფლებების მიერ მხოლოდ მსხვილი კომპანიების წახალისებამ და ხელის შეწყობამ ფაქტიურად ძალიან ეფექტური შედეგი ვერ მოუტანა და ეკონომიკა ვერ ააყვავა. ჩვენ უნდა წავახალისო და მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს. რათა მცირე და საშუალო ბიზნესმენებს მივცეთ იმის სტიმული, რომ მოგება უკან დააბრუნონ, ისევ ინვესტიციების სახით ჩადონ ბიზნესში. ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ვეხებით ისეთ საკითხს, როგორიც არის უმუშევრობის თემა. და როგორ აპირებთ უმუშევრობის დაძლევას? გეტყვით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვაპირებთ ხელი შეუწყოთ საშუალო და მცირე ბიზნესის განთავისუფლება, გადასახადი, მეტი საგადასახადო შეღავათები, მეტი წნეხისაგან განთავისუფლება, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვს მაგალითად დეკრიმინალიზაცია ეკონომიკური დანაშაულის მაგალითად. იცი რა, ამაზე რა თქმა უნდა უფრო კომპეტენტურ პასუხს მოისმენთ ჩვენი გუნდის იმ წევრებისაგან, რომლებიც ამ საკითხის ექსპერტები არიან, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მცირე ბიზნესისა და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობით შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ჩვენს ამომრჩევლებს ვპირდებით ეგრეთ წოდებულ უმუშევრის შემწეობას. ოღონდ ჩვენ არ ვპირდებით ამას მუდმივად მთელი უმუშევრობის პერიოდში. ჩვენ ვპირდებით ამას 6 თვის განმავლობაში. საიდან ვაძლევთ აი ამ უმუშევრო ბიუჯეტიდან მოდის ეს თანხა? თუ ვთქვათ აი როგორც არის, რომ ვთქვათ მე რომელიც მუშაობ ვიხდი რაღაც გადასახადს, რომელიც არის უმუშევრობის გადასახადი. ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ საკითხს, ვერც ერთ ისეთ ციფრს, ვერც ერთ ისეთ დაპირებას, რომელსაც თან არ ახლდეს ეკონომიკური გათვლა და რომელიც შეიძლება რომ ასახული არ იყოს ციფრებში. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, რომელიც უკვე ჩვენს პროგრამას, რომელიც უკვე არსებობს, ხელმისაწვდომია ის ყველასათვის და იქ არის პასუხი აბსოლუტურად ყველა ციფრზე, ყველა დაპირებაზე, რა ვიცი, ყველა წინადადებაზე და ყველა განათლების სისტემა, რომელიც ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმებით. რაც შეეხება განათლებას, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ამომრჩეველს პირდება, ესე იგი უმაღლესი განათლების სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფინანსებას. გარდა ამისა, თუმცა არის ხო 12 ფაკულტეტი, რომელიც არის კი, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი განათლების სრული დაფინანსება. მაგისტრატურის, ანუ სრული უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსებას. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით სპეციალურ ფონდებს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ შევქმნით სპეციალურ ფონდს, რომელიც დააფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს და მისცემს მას ამისათვის IA კრედიტს. კი, მაგრამ ეს ამ ფონდით სარგებლობის საშუალება ეძლევათ მხოლოდ ერთეულ სტუდენტებს. ჩვენ ამას მივცემთ უფრო მასიურ და მასშტაბურ ხასიათს. ჩვენ მივცემთ ადამიანებს გრძელვადიან და IA კრედიტს, რათა ამ კრედიტით წავიდნენ საზღვარგარეთ, ოღონდ ჩვენ მასთან დადებულ ხელშეკრულებაში ჩავდებთ ვალდებულებას, რომ ისინი დაბრუნდნენ ქვეყანაში და უცხოეთში მიღებული განათლება მოახმარონ თავიანთ ქვეყანას. და თავისთავად ეს რა თქმა უნდა დაასაქმებს უკან დაბრუნებულ ახალგაზრდებს. რაც შეეხება გვინდა შევეხოთ აუცილებლად პედაგოგებს. მოგეხსენებათ, რომ პედაგოგები ასრულებენ ფასდაუდებელ სამუშაოს, ისინი ფაქტიურად ქვეყანას უზრდიან მომავალ თაობებს და უმეტეს შემთხვევაში მათი შრომა არის დაუფასებელი, მათი ხელფასი არის შეურაცხყოფელი. ჩვენ ვპირდებით ყველა პედაგოგს, ხელისუფლება რამდენიმეჯერ მოამატა ხელფასი, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. პედაგოგების შრომა იმდენად ფასდაუდებელია, რომ მათი ანაზღაურება თქვენ რას პირდებით პედაგოგებს? თქვენი გამარჯვების შემთხვევაში. პირდებით პედაგოგებს პირველ რიგში პედაგოგის ხელფასი გახდება მინიმუმ 1300 ლარი და გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა პირდება მოსახლეობას, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებს აღუდგებათ პედაგოგების სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აღმზრდელების ხელფასის იქნება მინიმუმ 1300 ლარი.
ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, თუ ბიუჯეტი ამას აუვა, ასე ვთქვათ. კი, ბიუჯეტი ამას ნამდვილად აუვა. მე მესმის საზოგადოება. კი, მესმის, რომ საზოგადოება შეჩვეულია პოლიტიკოსებისაგან ისეთი განცხადებების მოსმენა, სადაც პირდაპირ ციფრებს პირდებიან, რომ დაუშვათ პენსია 300 ლარი და 100 წლის შემთხვევაში 2000 ლარი. მე როგორც წეხან მოგახსენეთ, თქვენ შეგიძლიათ და საზოგადოება შეუძლია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ვერც ერთ თქვენ დანაპირებს ვერ ნახავთ, რომელსაც არ ქონდეს ზუსტი გათვლა, რომელსაც არ ახლდეს თან ზუსტი ეკონომიკური გათვლა. ცოტა დრო დაგჭა, გადავიდეთ შემდეგ საკითხს და ჯანდაცვა. დიახ. და ასევე სხვა საკითხებიც, რაც შეგიძლიათ რომ გამოყოთ და რაც თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი გზაზე. მე გამოდაკავშირებით უნდა არსებობდეს თუ არა ჯანდაცვა ყოველთაო პროგრამა. იცით რა, უმადურობაში რო არ ჩამეთვალოს, ნამდვილად არ შემიძლია დაუკარგო ხელისუფლებას ის რაც გააკეთა დაუშვათ საყოველთაო, ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია რომ ეს პროგრამა ატარებს გარკვეულ ხარვეზებს. თუნდაც ის რომ ხო, კი, თუნდაც ის რომ იგი, ანუ ერთნაირად სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი შემოსავალი და ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი. რომ დაუშვათ ავადმყოფობის გამოვლენის პირველ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი მკურნალობა და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც მინდა რომ დარჩენილ დროში შევეხო, არის დემოგრაფიული პრობლემა. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს დგას ძალიან დიდი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე. ფაქტიურად ჩვენ ვართ გადაშენების პირას მყოფი ერების სიაში. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ხელისუფლების პირობებში დეკრეტული შვებულების ვადა გაიზარდა და ანაზღაურებაც გაიზარდა. რამდენიმე პროგრამაც ამუშავდა, მათ შორის მესამე შვილის და მესამე შვილის მაგალითად რეგიონებში ეს არ არის საკმარისი და ამას ყოფს თუნდაც მთელი რიგი კვლევები, როდესაც დედები კვლავ იკავებენ თავს შვილების გაჩენისგან იმის გამო, რომ დეკრეტული შვებულება კვლავ არ არის საკმარისი, რომ დეკრეტული ანაზღაურება კვლავ არ არის საკმარისი. ჩვენ პირდებით დედებს და ეს ძალიან მკაფიოდ არის ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გაწერილი, ეგრეთ წოდებულ დედის ხელფას. დედას, რომელიც ზრდის 0-დან 3 წლამდე ბავშვს, მას ეს პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო სტაჟში და მას მიეცემა ეგრეთ წოდებული დედის ხელფასი. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაც ჩვენ ვცდილობთ შევეჭიდოთ დემოგრაფიულ პრობლემებს, იქნება ასეთი პროექტი, ეგრეთ წოდებული ქართული კერა და ეს გულისხმობს შემდეგს. ყოველწლიურად გამოიყოფა დაახლოებით მინიმუმ 100,000 კვადრატული მეტრი ფართობი, რომელიც გადაეცემათ ახალშექმნილ ოჯახებს გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხით და ალბათ დამეთანხმებით რომ ეს იქნება ახალად შექმნილი ოჯახებისათვის ძალიან დიდი შეღავათი და ძალიან დიდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არის ეს პრაქტიკა. კი, არსებობს ძალიან კარგად ამართლებს და დარწმუნებული ვართ რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ჩვენთანაც ძალიან გაამართლებს ეს პროექტი. სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩათ საეთერო და მიმართეთ თქვენს ჯერ მინდა კითხოთ თქვენი შანსები როგორ ფიქრობთ? რა შანსი გაქვთ არჩევნებში გამარჯვების? ან რას ჩათვლით თქვენ გამარჯვებად? პროგრამა მინიმუმი თქვენთვის რა იქნება? იცით ახლა ძალიან არასერიოზული იქნება რომ მე ვისაუბრო რა შემთხვევაში ჩავთვლი გამარჯვებას თუ დაუშვათ პარლამენტში შევა ამდენი ადამიანი ან ამდენი ადამიანი. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ პარლამენტში შევალთ იმ ძალით, იმ შემადგენლობით, იმ ხელაგუნდით რომ ჩვენ შევძლოთ რეალური ზემოქმედების მოხდენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ შევალთ იმ ხელაგუნდით პარლამენტში რომ ჩვენ ის დაპირებები რომელსაც მოსახლეობას ვაძლევთ ავასრულოთ. ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ამისათვის პირველ რიგში გვჭირდება ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა. აი ხო სწორედ ის დრო როცა შეგიძლიათ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ არ დარჩეთ 2016 წლის 8 ოქტომბერს სახში აუცილებლად მობრძანდით თითოეული თქვენგანის ხმა არის ძალიან გადამწყვეტი, მობრძანდით შემოხაზეთ ნომერი 3, ხმა მიეცით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თქვენს უკეთეს მომავალს, თქვენს კეთილდღეობას და ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თამარ ზურაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი, მაყურებელს შევახსენებ. რამდენიმე წუთი შევისვენოთ და რამდენიმე წუთში ჩვენ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ბატონ ვაჟა ოთარაშვილთან და ბატონ მამუკა ტუსკაძესთან ერთად დავბრუნდებით.